ამბროლაურში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-9 კონფერენცია გაიმართა. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ახალი თაობის ხედვები უნდა გაითვალისწინონ და გარკვეონ რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს. მიზანია მათი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესში ჩართვაც. რიგით მე-9 შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მთავარ პრობლემად მიგრაცია დაასახელეს. როგორ უნდა გაუჭიროს მხარი სახელმწიფომ ახალგაზრდებს, რომელსაც აქვთ სხვადასხვა ინიციატივები, სხვადასხვა იდეები, შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს ახალგაზრდებს, მისცეს მოტივაციას იმ ადამიანებს, ვინც წასული არიან, რომ დაბრუნდნენ ამ რეგიონში, თავიანთი იდეები განახორციელონ აქ და უკეთესი გარემო შექმნა. ჩართულობის ნაწილზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ის ძალიან დიდი რესურსი, რაც დაეხმარება რეგიონის განვითარებას, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდული სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევიკრიბოთ, დავამუშავოთ გარკვეული მნიშვნელოვანი იდეები ერთად და წარუდგინოთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა გაითვალისწინონ ის სამომავლო საქმიანობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ და დავაარსოთ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები, რაც მოგეხსენებათ ფინანსდება მერიის ბიუჯეტიდან, ჩვენ შეგვიძლია რომ ერთად დავსხდეთ, გავიაროთ გარკვეული მნიშვნელოვანი იდეები და შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და დახმარებით უკვე ვუზრუნველყოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეები. საკმაოდ გამომწვევ და აქტუალურ კითხვებს ვსვავდნენ, მწვავე კითხვებს, რაც ჩვენი მხრიდან იყო, მე ვფიქრობ, სრულყოფილად დაკმაყოფილებული პასუხებით და ამომწურავ ინფორმაცია მოვწერთ. არა მარტო ინფორმაცია მათ გაგვიზიარეს თავიანთი საჭიროებები რა ჭირდებათ, როგორ ჭირდებათ, მოგეხსენებათ ჩვენი კონფერენციები, როგორც ახალგაზრდებში ერთმანეთთან კომუნიკაციის გაჩენის საშუალებას, ასევე ემსახურება იმ ნაწილს, რომ მათი საჭიროებები მოვისმინოთ და როგორც ხიდი, ასე შევეხიდოთ მათ. დასახელდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიც გახავთ მიგრაცია ამ რეგიონიდან, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნის გარე. მნიშვნელოვანი გახავთ ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ აქტიურად ახალგაზრდებისთვის შესაბამისი დასაქმების ადგილების შექმნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის უზრუნველყოთ მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, რათა ახალგაზრდების რესურსი ისევ გამოადგეს ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონს.